და ჩვენ კვლავ უბრუნდებით მოსკოვში ბალოტნაიას მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს კალუგის მოედანზე დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სულელობით კინოთეატრ უდარნიკის გავლით გადაინაცვლეს სწორედ ბალოტნაიას მოედანზე, სადაც სპეციალური სცენიდან ამ წუთებში აქციის მონაწილეებს მიმართავენ ოპოზიციის წარმომადგენლები. დღევანდელ აქციაზე მივიდა რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელმაც განაცხადა, რომ თანაგრძნობას უცხადებს ისიმ მოქალაქეებს, რომელიც შეიკრიბნენ ბალოტნაიას მოედანზე. თქვენ ხედავთ ახლა კადრში, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიმართავს შეკრებილ საზოგადოებას. ამ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსული ეკლესიის წინამძღოლმაც პატრიარქმა კირილმა. მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მართლმადიდებლებმა არა დემონსტრაციებზე, არამედ ეკლესიებში უნდა იარონ. ჯერჯერობით ზუსტი ციფრი არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი არის შეკრებილი ამ წუთებში ბალოტნაიას მოედანზე, მაგრამ ავრცელდება სხვადასხვა მონაცემები. რუსული სააგენტოები იკობინებიან, რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა მოსკოვში ბალოტნაიას მოედანზე. ქალაქის მუნიციპალიტეტმა საკმაოდ დიდი ნებათა ღელვის შემდეგ გასცა ამ აქციასთან დაკავშირებით ნებართვა და 3 საათის განმავლობაში შეუძლიათ, რომ მოქალაქეებმა გამოხატონ თავისი პროტესტი, მაგრამ BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვის პოლიცია აქციაზე მონაწილეებს ჩანთებისა და თერმოსების ქონას უბრძალავს და აცხადებენ, რომ ეს კეთდება უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ამის ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ დიდხანს არ გაგრძელდეს აქცია და ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა მექანიზმებით ამ პროტესტის შეჩერებას. მოსკოვში პარალელურად მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქციაც, მაგრამ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, იმ აქციაზე ხალხის მიყვანა ხდებოდა ძალით და ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და 2,000-ზე მეტი ადამიანის შეკრება, რამაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავა, რომ პუტინის რეჟიმს რუსეთში პერსპექტივა არ აქვს. ბალოტნაიას მოედნის პარალელურად რუსეთის სხვა დიდ ქალაქებშიც მიმდინარეობს აქციები. ვლადივოსტოკში უკვე ჩატარდა ერთი საპროტესტო აქცია, თუმცა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ხალხის ქუჩაში გამოსვლა საკმაოდ სერიოზულად აფერხებს რუსეთში ყინვა. Дорогие друзья, после выступления Григория Явлинского я предлагаю проголосовать резолюцию общегражданского шествия и митинга за честные выборы. დღევანდელ აქციას, რომელიც ბალოტნაიას მოედანზე მიმდინარეობს ამ წუთებში, შეუერთდა მომღერალი იური შევჩუკიც, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია, რომ საზოგადოებამ კარგად დაანახოს ვლადიმერ პუტინს და მის რეჟიმს, რომ მათი დრო რუსეთში უკვე აღარ არის და აუცილებელია პოლიტიკური სისტემის ცვლილება. მე კიდევ ერთხელ გამომიეურებ, რომ დღევანდელ აქციას შეუერთდა რუსი მილიარდელი მიხაილ პროხოროვიც, რომელმაც ქრონიკის გადამღებ ჯგუფთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ აპირებს გამოსვლას, მაგრამ თანაგრძნობას უცხადებს ბალოტნაიას მოედანზე. შეკრებილებს შეგახსენებთ, რომ აქცია გაგრძელდება 3 საათის განმავლობაში და სამართლიანი არჩევნების პარალელურად საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ითხოვენ პოლიტიკური პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. Григория Явлинского в качестве кандидата на выборах в президента Российской Федерации. Кто за? Все. Спасибо, друзья! А сейчас я представляю журналиста Леонида. თქვენ თვალს ადევნებდით მოსკოვში ბალოტნაიას მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას.